EU says it's ready to start talks on visa liberalization for Armenian citizens. ევროკავშირი აცხადებს, რომ მზად არის ვიზა ლიბერალიზაცია მისცეს სომხეთს და სამხედრო დახმარებასაც პირდება, ნატომ კი სომხეთში წვრთნები დაიწყო. აზერბაიჯანი შიშობს, რომ სომხეთს ომისთვის ამზადებენ. სომხეთს ევროკავშირის წევრობაზე არც კი მიუმართავს. ის SNG-ის სავაჭრო კავშირის წევრია. ბრიუსელი კი ეუბნება ვიზა ლიბერალიზაცია დაიმსახურეო. ხოლო ქართულ ოცნებას ამ სტატუსის გაუქმებით ემუქრება. რეფორმები არ გივარგაო. ისე ჩანს, რომ საქართველოს დაჩოქება Deep State-ის საკვანძო ამოცანაა, რომელსაც ვერ ჭრის და ალტერნატივას ეძებს. მადამ ფონ დერ ლაიენი ძალიან უცნაურად იქცევა. ცენტრალური აზიის სამიტზე ის შუა დერეფანზე საუბრობს და საქართველოს არც კი ახსენებს. დერეფანს თურმე სომხეთი სჭირდება და ამისთვის აზერბაიჯანმა და თურქეთმა მას საზღვრები უნდა გაუხსნანო. შუა დერეფანი უკვე არსებობს და სომხეთი მასთან არაფერ შუაშია. ჩვენ გვესმის ბრიუსელის ბიუროკრატთა სენტიმენტები, მაგრამ იქნებ რუკასაც დახედონ. რუკაზე ეს დერეფანი აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის. შუა დერეფანი სათავეს ურუმჩიში იღებს. გაივლის შუა აზიის სამ რესპუბლიკას და კასპიის ზღვით აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს უკავშირდება. შემდეგ კი ევროპისკენ მიემართება. სწორედ ამ დერეფნის მართვის პულტად სჭირდება Deep State-ს საქართველო და მისი მთავრობის მორჩილება. სომხეთის ალტერნატივაც ამიტომ გამოიგონა და კომისრებიც შუა აზიაში ამიტომ გააფრინა. ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობა სტრატეგიულ დონეზე აყვავს. 12 მილიარდ ევროს ტრანსკასპიური დერეფნის პროგრამულ გაუმჯობესებაში ჩავდებთ. ასევე მოვიზიდავთ ინვესტიციებს მინერალური რესურსების მოსაპოვებლად. ევროპის იმ ნაწილს, რომელიც მართავს აი ამ კონსპირაციულ პროცესებს, საქართველოს წევრობა არ აინტერესებთ. აინტერესებთ აი ამ მოცემულ მომენტში საქართველოს ჩართულობა აი ამ დიდ საომარ გლობალურ დაპირისპირებაში. რისთვის ხდება ეს ყველაფერი? რესურსების მოპოვებაზე არის სერიოზული კონკურენცია. Europe wants to give a fair offer. ჩვენ გთავაზობთ პარტნიორობას კრიტიკულად აუცილებელი მინერალური რესურსების ტრანსკასპიური დერეფნით ტრანსპორტირებისთვის. ჩვენ მოგცემთ ფულს ინფრასტრუქტურისთვის, რაც გაზრდის დერეფნის ეფექტურობას და ასევე მოგცემთ ახალ სამუშაო ადგილებს. აგიშენებთ გიგანტურ კაშხლებს, ავაყვავებთ არალის ზღვის უდაბნოს. მოკლედ, აგაშენებთ და აგაყვავებთ დერეფნის კონტროლის პულტი თუ ჩვენ გვექნაო, მაგრამ პულტი კავკასიაშია. საქართველო კი ყველაზე დაბალი ღობეჩან და ხელში მის ჩასაგდებად. არაფერი გამოუვიდა. სომხეთზე გადართვა კი ისევ ქართულ ოცნებაზე წნეხია, ვიდრე რეალური ალტერნატივა. Georgian seaports, Baku-Tbilisi-Kars railroad. ქართული პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, კასპიის ბორანი. ეს არის შუა დერეფნის ღერძი, რომელსაც არ იმჩნევენ და ითხოვენ სომხეთთან გავხსნათ საზღვარი, რაც მათი საქმე არ არის. საქართველოზე სიტყვასაც არ ძრავენ. თითქოს არ არსებობდეს. ეს მიუღებელია, ისევე როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ევროკომისიის ჩარევა. ეს არის კოლონიალიზმი. საშინაო საქმეებს ბრიუსელის ბიუროკრატები არ უნდა უწყვეტდნენ საქართველოს. და ვერც უწყვეტენ, რადგან ქართული ოცნება ვასალურ მორჩილებაზე უარს ამბობს. 4 ჯერ სცადეს მისი ჩამოგდება და მარიონეტი ნაცმოძრაობით ჩანაცვლება. უშედეგოდ და ჩანს ახლა მე-5 წრეზე მიდიან. ჩვენ ვზრდით ქართული მედიის, ასევე NGO-ების მხარდაჭერას და დამატებით 15 მილიონს გამოვუყოფთ მათ. ამასთანავე განვიხილავთ ჩარევის ყველა ინსტრუმენტს. არ შევალ დეტალებში, მაგრამ არც ერთი მეთოდის გამოყენებაზე უკან არ დავიხევთ. ომის გამოცხადებასავით ჟღერს და ასეც არის. არეულობის მოსაწყობად უკვე გამოყოფილ 100 მილიონ ევროს კიდევ 15 მილიონს ამატებენ. ანუ ჯამში 3-ჯერ მეტს აძლევენ მე-5 კოლონას, ვიდრე იმავე მიზნით მას USAID აფინანსებდა. თავად ომს კი ისევ Deep State-ის დამქაშები, ნედი, IRI, სოროსი და სხვები უძღვებიან. არადა ტრამპმა მათ ფინანსური ჟანგბადი ჩაუკეტა და ბევრს მკვდრები ეგონა. მაგრამ არა, მხოლოდ ნიღბები ჩამოძრათ. This would be good for them.
if it succeeds. ეს ფული სწორ საქმეს ხმარდებოდა, რადგან როცა ქვეყანა სწორ მართვაზეა, მასზე ფულის ხარჯვა ამერიკას აღარ სჭირდება. ანუ ქვეყნები სწორ მართვაზე გადაყვავს. პასუხად კი კრიტიკას ვიღებთ. სხვა ქვეყნების საქმეებში ერევითო. სინამდვილეში კი პირიქით არის. ხალხს იმ ქვეყნებში თავად უნდა ცვლილება, რასაც არჩევნების გზით ვერ აღწევენ და ამიტომ ქუჩისა თუ სხვა ინსტრუმენტების გამოყენება ხდება საჭირო. ჩვენ მათ უბრალოდ ვეხმარებით. განა ეს არ ჯდება ტრამპის კონცეფციაში. დავუბრუნოთ ამერიკას ძლიერება. ამ მიდგომით მაიდანი მათთვის ეტალონია. განადგურებული უკრაინა კი წარმატების მწვერვალი. ამიტომაც გვითვლიდნენ მაიდანი გჭირდება თუ, რაზეც მეხუთე კოლონა სიხარულით ტაშს უკრავდა. So what we can do? რა შეგვიძლია გავაკეთოთ ქართველი ხალხისთვის, რომ დაამარცხოს ოლიგარქი, რომელმაც მიიტაცა ქვეყანა ისე, როგორც თავის დროზე იანუკოვიჩმა. მაგრამ ის მაიდნის რევოლუციამ დაამხო და შესაბამისად იგივე სცენარი უნდა ვიქონიოთ მხედველობაში ქართველებისთვისაც. ეხლა მიდის ჰიბრიდული ომის გადამწყვეტი ფაზა და ქვეყანა მიყავთ იქეთკენ, სადაც მიყავდა იანუკოვიჩს. ჩვენ ამ ომს მაინც მოვიგებთ, მაგრამ ამას შეიძლება დაჭირდეს აქ მაიდანი. არის შესაძლებელი ვიყილოთ თბილისური მაიდანი. ანუ როდესაც ის ხალხი, რომელიც პარლამენტის წინ იკრიბება, სახლში აღარ წავა. მე არაფერს გამოვიწყავ, თუმცა ვერ ვიტყვი დღეს იქნება ეს ხვალ თუ ზეგ. პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ, ანუ ამ დღეებს გულისხმობ და დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია. მას შემდეგ რამდენიმე ასეული დღე დათვალეს და ისე ვითვლიან. თუმცა ამჯერად უკვე ყველაფერზე წამსვლელები არიან. როგორც იტყვიან, კარტები გახსნილია და ბრძოლაც წესების გარეშე გრძელდება. ტრამპის ადმინისტრაციაშიც უამრავი მოკავშირე გვყავს. თუმცა დაფინანსების აღდგენას ჯერ ვერ ახერხებენ. ამიტომ გადავდივართ შეტევაზე, რომ ისეთი შედეგი დავდოთ, რაც ნედის ეფექტურობას ყველას დაანახებს. ჩვენ იარაღზე და დიპლომატიაზე უფრო ეფექტური ვართ, რადგან ომში თავად არ ვერთვებით და ტირანს მისივე ხალხის ხელით ვამარცხებთ. ჩვენ ვეძებთ, პოულობთ და ვაძლიერებთ სათანადო ხალხს, რომ საკუთარი ტირანი დაამხონ. დეტალებს არ გავამხელ, რადგან მერე დაიწყება ეს კომუნისტური მეთოდებია, სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევაა და ასე შემდეგ. და არ მინდა გამათი. ჩვენ ვდგავართ მედიის სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის გვერდით, რომლებიც ევროკავშირისთვის იბრძვიან, ანუ ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. საქართველოს ხალხო, მტკიცეთ დადექით და იბრძოლეთ ევროპის ფასეულობებისთვის. თქვენი იმედი გვაქვს. საქართველოს ხალხში ნაცმედია და ნაცენჯოები იგულისხმება. გაშიფრული აგენტები, რომელთაც ხალხი არ ენდობა. შესაბამისად, ვერც ქაოსსა თუ მღელვარებას იწვევენ და ექსტრემალურ ქმედებაზე გადადიან. ხართ მონა ქალბატონელისო. თქვენ ხართ მონა და მოღალატე. მონა და მოღალატე ხართ. და გაიქცევით შემდეგი რუსეთში. თქვენ ქვეყნის სირცხული რო ხართ და ისტორიაში რომ შეხვდეთ როგორც ჩვენ ქვეყნის სირცხული. გადამიღეთ. არაფერს არ მეხდენ ქვეყნის სიყვარულს. შეგახსენებთ რომ ხართ მონა. სირცხული. Shani jishi. Გააჩვი ბიზნეს. მოდი ხარავ, აი. აი. აი რა ხალხა. შენ ქვია დეპუტატი. შენი ნაცხოვრები მო. და თითქოს ასეთი რადიკალიზმი არ იყო საკმარისი. კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ სისხლის ღვრაც დაანონსა. ჩვენმა რადიკალიზაციამ შეიძლება მსხვერპლი გამოიღოს და ამ მსხვერპლის გეშინია, მიგვაჩნია რომ ეს მსხვერპლი არ ღირს აი ამ ეტაპზე მე მიმეჩნია რომ სხვას ვერ მოუწოდებ რომ მსხვერპლად იქცეს, მაგრამ ჩვენ ვისაც მიგვაჩნია რომ ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და ყოფნა არ ყოფნის ბედი წყდება, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. პირდაპირ უკვე სისხლს ითხოვენ. შეგახსენებთ სააკაშვილი თავის მეგობარ გოგონას როგორ ეუბნებოდა რევოლუცია სისხლის გარშე არ გამოვა. ეს უნდა დაიღვაროს სისხლი. რაღაც სექტა არიან დასავლეთიდან გარკვეული ჯუფები ამას მხარს უჭერენ, ახალისებენ, ადგილობრივი აქ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, რადიკალები ამას ორგანიზებას უკეთებენ და იყენებენ აი ესეთი მერე ახალგაზრდები, რომლებიც გამოყენებულები არიან.
ეს ექსტრემისტული ჯგუფები ზოგადად ეს ფენომენი შესწავლილია საკმაოდ კარგად სიღრმისეულად იცნობენ როგორც კონკრეტულ ადამიანებს, ასევე მათ პროგრამებს, რომელიც ბევრი არც არის დამალული, მაგრამ ბევრი ბოლო პერიოდში გამომჟღავნდა. არიან კონკრეტული ჯგუფები, ვინც არიან დატრენინგებულები, კონკრეტული მდიდარი NGO-ების აქტივისტები, რადიკალური ოპოზიციური პარტიების აქტივისტები, რომლებიც მხოლოდ ამით არიან დაკავებულები და ეს არის ჯგუფი, რომელიც ნამდვილად საშიში არის ჩვენი საზოგადოებისთვის. მათ არანაირი მორალი არ გააჩნიათ, ანონსებენ იქ რაღაცა კამპანიებს, მოვკლათ კოცები, ჩაუფურთხოთ კოცებს, ასე შემდეგ და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ესეთი NGO-ების თანამშრომლები ფინანსდებიან პირდაპირ ევროპული ფულით, ხო? დონორები არიან თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელნი თვითონ იმ ნაბიჯზე, რასაც ამ დაფინანსების ჭრილში ახორციელებენ კონკრეტული პირები, არასამთავრობოები იქნებიან თუ პოლიტიკოსები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ფულის გადამხდელები, დამფინანსებლები ამ ექსტრემისტული ორგანიზაციებისა შორს დგანან ექსტრემიზმისგან, არიციან იმის შესახებ თუ რას ჩადიან ეს პირები. არათუ იციან, თავადვე აძლევენ ექსტრემიზმის ინსტრუქციას და აკონტროლებენ შესრულებას. თავდასხმების ერთნაირი ხელწერაც ამის დასტურია. ბრიუსელი რომ გადატრიალების სცენარს აფინანსებს, ეს ევროპარლამენტშიც გაცხადებულია. ევროკავშირი უარს ამბობს სცნოს ქართველი ხალხის არჩევანი. ცდილობს აჯანყება დაუდგას ლეგიტიმურ ხელისუფლებას. თქვენ ბიძგს აძლევთ ქუჩის პროტესტს. ცდილობთ უმართავი გახადოთ პროცესები. თუმცა ქართული ინსტიტუტები ყველა თქვენს შეტევას უმკლავდებიან. ამაოდ ცდილობთ მიიტაცოთ საქართველოს სუვერენიტეტი. ეს პოლიტიკა საქართველოს პრემიერმა ამ დღეებში ევროპულ სამიტზე ღიად გააკრიტიკა, ასე რომ ევროპელ ლიდერებს სრული ინფორმაცია აქვთ, როგორ ხარჯავენ საკუთარი ხალხის ფულს ქართველი ხალხის ლეგიტიმური მთავრობის ჩამოსაგდებად. მესამედი დაახლოებით ჩემი სიტყვის დავუთმე იმაზე საუბარს, რომ რამდენად უსამართლოა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. თავი არ აუწევია მაგალითად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. თავი არ აუწევია, იმიტომ რომ არ სიამოვნებდა საუბარი იმ ფაქტებზე, რაც პირდაპირ მეტყველებს უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. ჟურნალისტებს კითხეთ, ვინავა მე ძალიან კარგად მიცნობენ ადამიანები, ძალიან მიზანი გაქვს და იმაზე რომ მოგორია, მე დავიწყე. თითეული შემთხვევა რომ განვიხილოთ, მათ შორის ჩემს მიმართ განხორციელებული ასეთი შეტევები, ჩემი კოლეგების მიმართ, ყველა ამ მომენტში და ამ ეპიზოდში მონაწილეობენ აქტივისტები, რომელიც არიან ან პოლიტიკური პარტიების, რადიკალური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ან იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და იმ რაღაც გაუგებარი მოძრაობების წარმომადგენლები, რომლებიც სამწუხაროდ უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ. ამ ყველაფერს ესენი აკეთებენ თითქოს და ევროპის სახელით, დემოკრატიის სახელით, ასე შემდეგ. ეს აბსოლუტურად არანაირი ევროპული ღირებულება არ არის. ეს არის უბრალოდ ფარსი, თითქოს და აღშფოთებული მოქალაქე არის და ყოველი აღშფოთებული მოქალაქის უკან 100-დან 100% შემთხვევაში რატომღაც აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს არის რომელიმე კონკრეტული მდიდარი NGO-ს აქტივისტი თანამშრომელი. აი, რუსთაველზე გაიხსნა ზოოპარკი. თუ იმეს გაინტერესებთ მაიმუნების ნახვა, ბავშვები მოიყვანეთ. აგერ არიან ყველანი. კარგად გაერთობთ. ალბათ სოლით ყავდა საყვარელი, ხო? ზოოპარკი. ოჯახის სიწმინდას აღნიშნავს, ხო? მოგზადი, თაკე პატარა საქარი, პატარა მაიმუნი. შეიძლება სოლი ყავდეს, შეიძლება სოლი ყავდეს. გაიყვანე პროვოკაცია. ისინი არასდროს იბნევიან. ზოოპარკისა და მაიმუნების თემიდან წამში ცოლსა და საყვარელზე გადადიან, რომ შემდეგ ოჯახის სიწმინდის დღე გააკილიკონ. ყველა გზავნილი ზეპირად იციან. შეიძლება მოგიწევს ჭიდაობა ამ ხალხთან. ოღონდ ჭიდაობას არ გულისხმობ ფიზიკურ ჭიდაობას. ფსიქოლოგიურად თუ ვერ მოგერევიან თუნდაც ამ საარჩევნო პროცესებში, ვერაფერს აღარ გააკეთებენ დანარჩენს. მაგდა და თათია წყვილში მუშაობენ და პარლამენტარ მარიამ ლაშხსაც წყვილად დაესხნენ თავს, როდესაც ის კაფეში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ფიზიკურად არ უჭიდავიათ, ფსიქოლოგიურად იძალადეს, რაც მათი პროფესია. ჩვენ გამოხატვის თავისუფლებას ვიყენებთ. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. კი ბატონო, გამოდი მარიამთან იქეთ ვილაპარაკოთ, რომ ბავშვები არ დაისტრესონ. გამოდით იქეთ რომ ბავშვები არ დასტრესონ მაშინ. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ძირს რუსეთის დამპალი იმპერია. ძირს რუსეთის დამპალი იმპერია.
მარიამ ბავშვებზე იფიქრე და გამოდი აქეთ. ეს გამალი იმერია. ძირ რუსეთის მოდელი ბავშვებზე იფიქრე და გამოდი. ძირ რუსეთის მოდელი. ბავშვების თვალწინ მშობლის გალანძღვა მართალია არაპროფესიულია, თუმცა პასუხი ყველაფერზე აქვს. თუ მარიამ ლაშხის შვილები არიან ბავშვები, მაშინ ჩემი 2 წლის დიშვილის და ჩემი მეგობრების შვილების და ჩვენი უამრავი თანამებრძოლის შვილებიც როცა გამიზნულად ურეკავდნენ ამ ბავშვებს და აგინებდნენ და გამიზნულად სახლებში უარდებოდნენ და 2 წლის ბავშვს ტელეფონით რა თქმა უნდა არავინ ურეკავს და არ აგინებს. თუმცა ყველაფრის გამართლება ექსტრემისტთა წესია. აუცილებლად დავაყენებ შუამდგომლობას, თვითონ არ ყოფილა იურისტი, მაგრამ მე იურისტი ვარ. აუცილებლად დავაყენებ შუამდგომლობას ექსპერტიზაზე, თუ დაადგინოს რა შემთხვევაში გრძნობს ხოლმე მარიამ ლაშხი თავშეურაცხყოფილად და რომ ნამდვილად მან იგრძნო ამ სიტყვების გამო თავშეურაცხყოფილად, იმიტომ რომ ამ სიტყვებში არაფერი არ ყოფილა შეურაცხმყოფელი. როგორც წესი, ახალგაზრდებს და ასეთ აქტივისტებს აგზავნია ხოლმე ასეთი ბინძური დავალებების შესასრულებლად ეს მსხვილი პოლიტიკური რადიკალური ლიდერები და თვითონ ამ დროს ჩრდილში რჩებია. და როგორც წესი, ასეთ რიგით შემსრულებლებს მოუწევთ მე სასამართლოს წინაშე, საზოგადოების წინაშე პასუხისკენ. ესეც წყვილად მომუშავე კიდევ 2 ნაცქალიშვილი. ეკასეფიაშვილს კაფეში თითქოს შემთხვევით გადააწყდნენ და სამოქალაქო აქტივობამაც მოულოდნელად შემოუდიათ. თუმცა სააგიტაციო მასალები რატომღაც გამზადებული ჰქონდათ. ეს თავდასხმები, რომელიც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, წინასწარ განზრახულია, წინასწარ დაგეგმილია და მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იქითკენ, რომ ეს მთლიანი სურათი შეიქმნას, რომ ვითომ საზოგადოება არის აგრესიულად განწყობილი. სიამოვნებაში ესენი არიან უბრალოდ დავალების შემსრულებლები. ახალგაზრდებს ზოგს ირიბად აფინანსებენ. სემინარსა თუ კონფერენციაზე 5 ვარსკვლავიან კურორტზე განთავსებით. ზოგსაც პირდაპირ უხდიან ხელფასს. და რა თქმა უნდა აგულიანებენ, რომ თუ დააჯარიმეს, ჯარიმასაც გადაუხდიან. ნანუკავისაც ეხმარებოდა სტუდენტებს და ასე შემდეგ, ისინი მწერენ ახლა მე და მე ვხვდები, რომ ამდენის რესურსი არ მაქვს, რომ დავეხმარო. ძალიან ცუდად ვარ მთელი დღე ამის გამო, რომ ვიღაც ადამიანებს მიწევს, რომ ვუთხრა უარი უბრალოდ და ვიყო კონცენტრირებული ჯარიმებზე, იმიტომ რომ ეხლა გვჭირდება, რომ პროტესტი იყოს გამაგრებული და პროტესტი ისევ გაგრძელდეს, ამიტომ უფრო კონცენტრირდებით ჯარიმებზე ამ ეტაპზე. შესაბამისად, როცა ფოკუსი ჯარიმებზე არ არის, დახმარება აქტივისტებზე ხელფასის სახით გაიცემა. რამოცულობით გამჭვირვალე არ არის და სავარაუდოდ მას შემდეგ გამჟღავნდება, რაც ქართული ფარას კანონი ამოქმედდება. ფულს საქართველოში ხარჯავენ იმაში, რომ რომელიღაც ახალი ადამიანი, უმორალო, არანაირი ეთიკური, ესე ვთქვათ, ბარიერის მქონე ადამიანი ქუჩაში გამოვარდეს და ის თანამოქალაქეს თუ პოლიტიკურ თანამდებობის პირს შეურაცხყოფა მიაყენოს, მისი პროვოცირება მოახდინოს, რომ რამენაირად იქ უფრო ძიმე ფორმები შეიძინოს ამ ყველაფერმა და ვინმე დაშავდეს, ვინმე სისხლი დაიღვაროს. ეს ბავშვებიც რეალურად მსხვერპლნი არიან. ამიტომ ამბობ, რომ მათზე მეტი პასუხისმგებლობა დონორებს ეკისრებათ. ევროკავშირს ეკისრება, ევროკავშირის ელჩს ეკისრება. ყუა შენ ვერ ისწავლე, შენ ვერ ისწავლე ყუა. მონობით რო არაფერი სარგებელი არ მოდის, ვერ ისწავლე. თათია აფრიამაშვილის თავდასხმას ვერც ვატო შაქარაშვილი ასწდა. ისე ჩანს, რომ ნაცაგენტურას პოლიტიკოსებზე თვალთვალის სისტემა აქვს და ვისაც სად წაასწრებს, კოორდინატებს თავდასხმის ჯგუფებს გადასცემს. რამის საათებში გოგა ხაინდრავას მიუვარდნენ ოჯახში, თეა წულუკიანს ნახეთ ახლახანს ცოტა ხნის წინ ქალბატონ მარიამ ლაშხს, რომელიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ კვების ობიექტში, ბავშვის თანდასწრებით აყენებენ ადამიანს შეურაცხყოფას, ეძახიან მონას, უწყობენ დესტრუქციას, პროვოკაციას. ხალხს ქალაქში მშვიდად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ავტობუსებში უვარდებიან. აბა გაბედე და თქვი, რომ აჯანყებას არ ეთანხმები და რევოლუცია არ გინდა. რამეს შეგასხამენ და გინებით აგეკლებენ და ვერც მიწისქვეშა ტრანსპორტში დაემალები. იქაც დაგხვდებიან. რევოლუცია, 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 რევოლუცია.
და გამოსავალი არც ავტომობილით გადაადგილება. გზას ჩაგიკეტავენ და დანიშნულებამდე ვერ მიხვალ. საქმე გაგიფუჭდება. მასშტაბურ აქციებს ვეღარ აწყობენ, რადგან მათ აღარავინ უერთდება. თუმცა დესტრუქციას მცირე ჯგუფებითაც ახერხებენ და რამდენიმე კაცით კეტავენ რუსთაველსაც. პოლიცია ჩანს ვითარების გამწვავებას ერიდება. იცის, რომ დამკვეთებს სწორედ ეს მიზანია. საბედნიეროდ ხალხი ჯერ ითმენს და მეხუთე კოლონაც მიზანს ვერ აღწევს, რაც ქუჩის არეულობა და დებოში იქნებოდა, თუმცა რისკების სახეზეა. ყოველდღურად გამოდის დაახლოებით 150 ადამიანი რუსთაველის გამზირზე და ისინი აჩვენებენ ყოველდღურად საზოგადოებას თუ როგორია ოპოზიციის დღევანდელი სრულიად უსუსური სახე. საქართველოში ჰქონდა რევოლუციის 4 მცდელობა გასული 4 წლის განმავლობაში. ამაში იყო პირდაპირ ჩართული USAID, NEDI, ამერიკის ელჩი იყო პირდაპირ ამ ყველაფერში ჩართული, ყოფილი გულისხმობ. შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ჩვენ ვერავის მივცეთ იმის საშუალებას, რომ შავი ფულით, გამჭვირვალე ფულით საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები. ესეც USAID-ის დაფინანსებით კანვასის ტრენინგში მონაწილე მსახიობები. კულტურის მინისტრს ისინი ულტიმატუმს უთვლიან. გარეთ გამოდით, თორემ ჩვენ შემოვალთო. ემუქრებიან. მივმართავთ ვიკარუხაძეს. 15 წუთში თუ არ გვექნება პასუხი, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს სამინისტრო აბსოლუტურად არაკომპეტენტურია. უფრო ახლოდან შევხედოთ, ვინ უყენებს მინისტრებს ულტიმატუმებს. მსახიობები, რომლებსაც შევარდნა თუ რევოლუციის ცეცხლის დანთება, USAID-ის სემინარებზე ასწავლეს და რევოლუციურ დრამას ახლა კამერების წინ დგამენ. გამოხატვის თავისუფლებას ესხმის თავს ეს ხელისუფლება, როგორც ჩვეულებრივი პუტინის მოხელე, ნონა პუტინის. და რუსეთის, აი იქ მიაქანებენ, იმ მეთოდებში მიაქანებენ ამ ქვეყანას. როდემდე უნდა შევეგუოთ ამას? სადმე ჩანს, რომ გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ. ან მაშინ სად იყო, როცა მართლა იდევნებოდა თავისუფალი სიტყვა. როდესაც USAID მარიონეტული მთავრობით კმაყოფილი იყო და პროტესტში ფულს არ იხდიდა. ამ რადიკალურ აქტივისტებს შორის არიან ადამიანები, ვინც სწორედ იმისთვის გადამზადდებოდნენ და მზადდებოდნენ, რომ ესეთი ექსტრემიზმი გამოეჩინათ და მეორე მთლიანად ფინანსდებოდა და ღვივდებოდა ქვეყანაში ზიზღის და ექსტრემიზმის პოლიტიკა. დღეს კი ჩანს ყველას ქირაობს, ვისაც ნევროზი აწუხებს, ან ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა. აი ბატონო, გეი კლუბი ოთახი, შეგით არის ჩემი შეყვარებული, ესეც მისი მანქანა, რომელიც წინაზე ცოტათი შევლახე და ეხლაც იგივეს ვაპირებ საყვარელო, უკანა პატრიშკა დაგიხეთქე და 70 ლარი ქონდა ჩემი ვალი და ასე რომ გავრასხოდით არ არის პრობლემა. ალბინა კორძაია არ შემდგარი რევოლუციების ერთ-ერთი მებაირაღეა. მის ანგარიშზე არაერთი ვირუსული ვიდეო და ბლოგია. 9 ჯერ დავარტყიწრე, 9 ჯერ დავარტყიწრე, გადაგიღეთ 9 ჯერ. რატო უთვალთვალებთ მოქალაქეებს? მოქალაქეებს რატო უთვალთვალებთ? თქვენ და რატო მიყვებით? ნუ მეჭიკავები! მოქალაქეებს რატო უთვალთვალებთ? ცუდი არ არის, თუმცა მუდმივად ერთ როლშია და ცოტა მოსაწყენია. თუმცა, როდესაც როლში არ არის, წინადადების დაწყობაც შეუძლია. მე ვარ საკმაოდ პოპულარული. ანუ ეს რა თქმა უნდა დროებითია და დავფიქრდი იმაზე, რომ ეს მომენტი და ეს შანსი რა თქმა უნდა გამოვიყენო. და შანსს ხელიდან მართლაც არ უშვებს. მართალია მუდამ ერთ როლშია, მაგრამ ნაც ტელევიზიების ეთერი გარანტირებული აქვს. ეკოლოგიური მოხალატეა!
ყვიროდით ამ ხმის გამაძლიერებელში გქონდა რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი პროტესტი, რომ მის სახლს ესე იცავდა სტრუქტურა, საპოლიციო სტრუქტურა, რომელიც წესით უნდა გვიცავდეს ჩვენ და იცავდა ერთ-ერთი ჩინოვნიკის სახლს. თუ ეს იყო პროტესტის მიზეზი, ანწუხელიძეს რაღაც იძახდა, მაგრამ ნაცმედიას დეტალები არ აინტერესებს. ის თავადაც რევოლუციური სცენარის ნაწილია და ვერც ერთ რადიკალურ სცენას გაშუქების გარეშე ვერ დატოვებს. კარგია მანქურთობა. თქვენ მოემსახურებით? მე ვემსახურები? მე ვემსახურები და ადამიანებს რო ვერთული. იქ რო დგავართ 200,000 ადამიანი და რო არ გცხრენია. არ ვიდეთ. აი, შენობით მე არ გილაპარაკობ. ფაშისტებს ნუ ემსახურებ. დავუძახე მანქურთობეთი და დისკომფორტი შეექმნა, დისკომფორტში იყო, იგრძნობოდა ეს. კი, როგორც ჩანს არავინ არაფერს არ ეუბნება. მე იშვიათად ვარ ისედაც ხო, იშვიათად ჩამოვდივარ საქართველოში და არც შემხვედრია ვიცოდი რომ სადაც ცხოვრობს კორპუსში, მაგრამ იშვიათად მოდის თვითონაც და არც შემხვედრია წელს არც ერთხელ სამწუხაროდ და ესე პირველად რო შევხვდი, ეთქო არავინ არაფერს არ ეუბნება სამეზობლოში და არ არის მიჩვეული ასეთ რაღაცა პირისპირ მას აზრის გამოხატვას. დაუძახე თავის სახელი, ეხა ის არის მონა, ბიძინა ივანიშვილის მონა არის და დაუძახე თავის სახელი, რომ და ვთხოვდი პასუხს თუ რა გაყიდა ქვეყანა და გავანადგურებთ თელ ყველა ქართული ოცნების წევრს, რომელმაც გაყიდა ეს ქვეყანა. ეს ბოლო ფრაზა იმდენად კარგად გამოუვიდა, რომ სხვა ნაცტელევიზიის ყურადღებაც მიიპყრო და პირდაპირ ეთერიც დაიმსახურა. სადაც არ უნდა შევხვდნენ, ეხა ბექა ორდიშარია იქნება, იგაკლი კობახიძე, ნიკა მდინარაძე თუ სხვა ნებისმიერი ის 84 რუსი, ყველგან გავხსენთ თავის აკადრის პასუხს, თავიანთ სახელს დაუძახებ. ისინი ყველაფერს აშუქებენ ისე, რომ წარმოაჩინონ საპირისპირო თუ რომელიმე აქტივისტი, იგივე მდიდარი NGO-ი ან რადიკალური ოპოზიციური პარტიის თავს დაესხმება, პოლიტიკოსი იქნება ეს თუ უბრალოდ ჩვენი მხარდაჭერი, ისინი რა თქმა უნდა ტელევიზიით ხელს უწყობენ, რომ ეს პირიქით გაშუქდეს და ამ შემთხვევაში სხვანაირად გადაახატონ სიტუაცია და მსხვერპლად თავდასხმელი გამოიყენონ. ეს არის პარტიული გამშუქებელი რაღაც ტელევიზიები, რომლებიც მიზანმიმართულად აღვივებენ ზუსტად იმ შუხს. პრინციპში თითოეული მათი გადაცემა, საინფორმაციო იქნება ეს ток-შოუ თუ სხვა, დატვირთული არის აი ამ ზიზღის ამოფრქვევით და საზოგადოების წევრების ერთმანეთისთვის გადაკიდებით. დავუბრუნდეთ შემსრულებლებს, რომლებიც თავიანთი ორგანიზებული პერფორმანსებით ფსიქოს თესავენ. კარენა ესებუა LGBT თემს წარმოადგენს, რომელიც ყველაზე აგრესიულია. ბრიუსელმა ჩაუნერგა, რომ ხელისუფლების ჩამოგდება მათთვის ყოფნა არ ყოფნის საკითხია და დავალებებსაც ისინი გამორჩეული სისასტიკით აღასრულებენ. ყველგან ცხოვრობენ ქvir ადამიანები. ყველგან თუ კი გამოდივართ ქუჩაში და ვაპროტესტებთ ახლა, ვაპროტესტებთ იმიტომ რომ გვიდგას საფრთხე განადგურების. ირაკლი ზარქუას პარტია დროას რეგიონალური ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა და სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესებუა დახვდნენ. აქტივისტებმა დეპუტატ სიტყვერის შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი თქმით ზარქუას სამეგრელოში ყოფნის უფლება არ აქვს. ისეთი ქაჯი ხარ, ფულმაც კი ვერ გიშველა. ეხლა ჩაე მანქანაში და გავი აქიდან. დროზე. ჩავაი. ჩახვიე. მიდი. შენი და ბიჭო! ნაყვარო შენ. დავაი. წინააღმდეგობა რომ არ შეხვდათ, შემდეგ სასტუმროშიც მიუვარდნენ. აი ჩამოდეს. ანუ ამ ქალაქში რატო გონია საერთოდ რომ უნდა დადიოდე, აი საერთოდ ამ ქალაქში რა სამარცხვინო. ხელი ეხა დროზე. ეს გოგონა ვის დამხვდა იქ არ ვიცი რა გვარი არის ცოტა ხო გაბარიტებში რომელიც იყო მეუბნება შენ ესე შეურაცხყოფას მაყენებს და ამ დროს აღმოჩნდა რომ დედამისი რუსეთის მოქალაქეა თვითონ არიან თავიდან ბოლომდე იქ გაზრდილი და შენ გამუნათებენ აბა თუ მიხვდებით ვისი მიმდევარია ელენე ხოშტარიას ვინც ნაფინანსებს
რუსეთის პუტინი და ფედერალური ბიუჯეტი $250,000 ოჯახს გადაურიცხა. გოგონა გაბარიტებში მარიამ სიჭინავა, კარენას მეწყვილე. ისევე როგორც თბილისში, ზუგდიდშიც ნაცპროვოკატორები წყვილად მუშაობენ და მათ მსგავსად არც დემაგოგია ეშლებათ. მართლა თავდაცვისთვის ნათქვამი, იმიტომ რომ მასთან თანხლები პირი იყო არაფრიზო მდგომარეობაში, რომელმაც კერენესებუას ხელი დაარტყა და ამის შემდეგ მოხდა ჩვენგან, ესე ვთქვათ, გინება მათი მიმართულებით. გინება ვნახეთ, ხელის დარტყმა არა და არც ის გვინახავს ზარქუა თანხლები პირებით მივარდნოდა კარენას. უფრო პირიქით ჩანდა. მეწყვილესთან ერთად კარენამ არაერთი პროვოკაცია მოაწყო. არაერთხელ დაჯარიმდნენ კიდევაც, მაგრამ ამით არაფერი დააკლდათ. იქ ავაგრძელებ, იმიტომ რომ თქვენ წარმოადგენთ უსამართლო სასამართლოს. კლანური მმართველობის წარმომადგენელი ხართ თქვენ. როგორც ინსტრუქციაში უწერიათ, ყველაზე კარგი მასალა, ყველაზე კარგი ნედლეული იმისათვის, რათა ექსტრემისტული ჯგუფი შექმნა, არის ახალგაზრდობა, რომელსაც უფრო ადვილად დააჯერებ და გარკვეული ანაზღაურების პირობებში შეუძლია იმოქმედოს იმ ინსტრუქციით, რომელსაც მისცემენ. არიან ისეთი ტიპის აქტივისტები, რომლებიც უბრალოდ ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებენ, არიან ისეთი ტიპის აქტივისტები, ვინც ამისთვის აღზარდეს. იგივე ეს ფრანკლინის კლუბი და ასე შემდეგ. ადამიანებს ზრდიან მიზან მიმართულად იმისთვის, რომ მათი ხასიათი აი ესე ჩამოყალიბდეს აგრესიულად და ნებისმიერი საკითხი, რომელიც იქნება მათი დავალებების მიმცემისგან გასატარებელი, გაატარონ მაქსიმალური აგრესია. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო საგანმანათლებლო სისტემა, რაშიც ჩაიდო უზარმაზარი ფული წლების განმავლობაში. იქნებოდა ეს USAID, NED, Soros's ფონდი, რომელსაც ძალიან დიდი კონტრიბუცია აქვს, ესე ვთქვათ, ამ საქმეში. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გული და გამომდინარე, საკუთარი ერის მტერი, არ დარჩება დაუსჯელი. ვეფხისტყაოსნის ვერც ერთ აფორიზმს ვერ გეტყვიან. ქუჩის ტექსტებს კი ბეჯითად იზეპირებენ. იციან, რომ ქართულ ოცნებას რუსეთუმე უნდა უწოდონ და ნაცმოძრაობასაც გაემიჯნონ. რადგან ხალხს ეზიზღება. თუმცა ეს ადვილი არ არის, როდესაც შენს კოლექტიური ნაცმოძრაობა ხარ. ნაცნობრივ მოძრაობაში არიან ადამიანები, რომლებიც არ აქვთ მძიმე წარსული, არ აქვთ ახალები არიან, ახალი ადამიანები არიან, ახალი იდეები აქვთ. რასიზმ თუ კი დამკვეთებისგან ნაცმოძრაობის დაგმობაზე მწვანე შუქი არ გაქვს. რას და მორიგ დემაგოგიურ ფრაზას ააწყობ. 12 წლიანი ძალიან პროფესიონალურად ჩატარებული ეს პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც დიდწილად აგებული იყო წინა მმართველი პარტიის ნაციონალური მოძრაობის სიზღდე და ნაციონალური მოძრაობის სიზღის საბაბი ადამიანებისთვის იყო ის, რომ მათ დაიწყეს ომი. ამას ავრცელებდა ქართული ოცნება. ანუ ეს რომ არა ნაცმოძრაობა სინამდვილეში დემოკრატიის შუქურა ყოფილა. ის, რასაც ბრიუსელის ომის პარტია კარნახობს თავის მეხუთე კოლონას და უკვე არაერთი წელია მარიონეტი პარტიის სათავეში დაბრუნებასაც უკეთავს. ამოძრავებს დღეს ამოძრავებს სურვილი საქართველოს იგივე ადამიანების არახუმანური და საგისტური დიქტატურა დააბრუნა, რასაც არაფრის ფასად არ დაუშვებთ. როდესაც მწვანე შუქს საუბრობ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ რეჟიმის სადიზმი NGO-ებისგანაც სრული მხარდაჭერით სარგებლობდა. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი არ იქნებიან გამჭვირვალეები. ვინაიდან გამოჩნდება, რომ მართლაც ასეულობით მილიონი დოლარია დახარჯული იმისათვის, რათა გარკვეული პოლიტიკური პროცესები განვითარდეს, ხელისუფლება შეიცვალოს და ის ამას ყველაფერს სათავეში ედგნენ ადამიანები, ვინც არიან გამოცვლილი მარიონეტობაში. იმავე პროცესს გადის ყველა ქვეყანა, რომელმაც გაბედა და Deep State-ს თავი არ დაუხარა. არ დაუდგა ვასალად. აზერბაიჯანში USAID ტრამპზე ადრე დახურეს და NGO თავგასულობაც ალაგმეს. ბაქოში ფიქრობენ, რომ თუ რეგიონი ერთად დადგება, გაცილებით ანგარიშგასაწევი ძალა გახდება. ეს კონცეფცია გაცილებით ადრე ივანიშვილმაც გააჟღერა. აზერბაიჯანს სურს ევროპულ ინსტიტუტებთან კარგი ურთიერთობა. თუმცა არა ჩვენი ინტერესების ფასად და არა იმის ფასად, რომ ისინი მუდმივად ერეოდნენ ჩვენ საქმეებში. აფინანსებდნენ რადიკალებს და ტვინებს ურეცხავდნენ ჩვენს ახალგაზრდებს. საქართველო და აზერბაიჯანი ერთად შევძლებთ მეტი დამოუკიდებლობა მოუტანოთ ჩვენს რეგიონს. შეუძლია სომხეთსაც შემოგვიერთდეს.
შესაძლოა სწორედ რეგიონში ძალთა გაერთიანება გახდეს ის პროცესი, რომელიც Deep State-ის დესტრუქციას ეფექტიანად დაუპირისპირდება და მის სამსახურში მდგარ რადიკალებს კალაპოტში დააბრუნებს.